აი წადი. ეს მეგობრებო მესხური დარანია. მასზე ოდნავ მოგვიანებით მოგიყვებით. მოდით ჯერ დღევანდელი დღის თავგადასავალს ნელ-ნელა მივყვეთ. ნამდვილი სასწაულია. ეხლა კი მეგობრებო მოვინახულოთ ალანძიის ეკლესია. ალანძიის ეკლესია ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია. ამავდროულად ნაკლებად ცნობილია. მდებარეობს სოფელ ტოლოშის სიახლოვეს. ნახეთ რა სასწაულ ადგილზეა. აი ქვემოთ. აი ესე მოდიხარ. თითქოს არაფერია და უცბად. აი ესე წაადგები აი ქვემოთ. ამ შესანიშნავ ტაძარს. ლამაზია გარშემო ბუნებაც. ალანძიის ტაძარი სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტოლოშის სიახლოვეს რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ალანძიის ტაძარი ადრე ფეოდალური ხანის ერთნავიანი ეკლესიის ნიმუშია. ის მერვე საუკუნით თარიღდება. დარბაზული ეკლესიის საყრდენად სამხრეთ და დასავლეთ მხარეს ორსაფეხურიანი ცოკოლია აგებული. სამშენებლოდ გამოყენებულია ადგილობრივი ბაზალტის თანაბარი ზომის უხეშად დამუშავებული და სწორიგებად დალაგებული ქვა. შენობის კუთხეები სამხრეთ ფასადზე ლუნეტი, პილასტრები ტაძარში, აფსიდის მხრები, სატრიუმფო თაღი და კონქი ამოყვანილია კარგად დამუშავებული ქვიშაქვით. დარბაზი აღმოსავლეთით ნალისებრი მოხაზულობის აფსიდით სრულდება. ტაძარს ორი შესასვლელი აქვს, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. სამხრეთის კარი გარედან გადახურულია არქიტრავითა და ნალისებური ლუნეტით. დარბაზულ ეკლესიას ჩრდილოეთიდან მცირე ზომის სწორკუთხა აფსიდიანი სამლოცველო ჰქონდა მიშენებული. მინაშენი ამჟამად დანგრეულია. მიწის ზევით 1 მეტრამდე სიმაღლეზეა შემორჩენილი მხოლოდ.
ტაძრის ფასადები სადაა. მშენებელმა ოსტატმა ერთადერთი სამკლაური კარის ზემოთ ორსაფეხურიანი ლუნეტი სამხრეთის ფასადზე განათავსა. კარი გადახურულია დაახლოებით 30-35 სანტიმეტრის არქიტრავით და მასზე მორგებული ლუნეტის თაღით. ტაძრის შიდა სივრცე საგრძნობლად მაღალია. სატრიუმფო თაღი ნალისებურ მრუდს შემოხაზავს. ინტერიერი შელესილი და მოხატული ყოფილა. ნალისობის მცირე ფერადოვანი ფრაგმენტები დღესაცაა შემორჩენილი. დარბაზის იატაკზე ქვის ფილებია დაფენილი. სარკმელის ღიობები გარედან თაღოვანია. ნალისებური მოხაზულობა თვალნათლივ შეინიშნება. შიდა მხრიდან კი სწორკუთხაა და გადახურულია არქიტრავით. მე-16 საუკუნის ბოლოს სოფელი ალანზია ხერთვისის ლივაში ითვლებოდა. იქ მოსახლე 8 კომლი ქრისტიანი ქართველი მემინდვრეობა მესაქონლეობის გარდა მისდევდა მეხილეობა მევენახეობას. ყოლიათ ფუტკარი ჰქონდათ წისქვილი ერთი თვალის სრული წლით. მათი წლიური გადასახადი 5200 აღჩას შეადგენდა. მოკლედ ახლა მივდივართ მეგობრებო ნასოფლარ აწყვიტაში. ახლა უნდა ავიდეთ აი აქ ზემოთ მანდარის ნასოფლარი როკეთი. ესე უნდა გადავიდეთ შემდეგ და უკვე იქ არის ნასოფლარი აწყვიტა, სადაც მეგულება ძველი მესხური დარნები და იქ უნდა შევიდეთ. ვნახოთ რა გამოვა აქედან. ეს ზემოთ არის ზიარეთის მთა. დიდებული ხედია აქედან. არის მესხეთი. უბანი. ერთ-ერთი უბანი, ქვემო როკეთი. კი, კაც. მოკლედ მოვედით მეგობრებო, აი ეს არის ნასოფლარი როკეთი. ეს კი თავად როკეთის ეკლესიაა. ულამაზესი ნასოფლარია უკვე სამწუხაროდ. ეთყობა რომ გვიანდელია შედარებით. როგორც მახსოვს არის მე-19 საუკუნის. თუ მეხსიერება არ მღალატობს. აი იქით ამ ხარეს უნდა გადავიდეთ, იქით არის უკვე ნასოფლარი აწყვიტა. გარშემო კი რა ხდება? მოდით, ბარემ გარშემო რა ხდება, მაგასაც გიტყვით. აი ეს რა არის? ეს არის მესხეთის ქედი, რომელიც აი იქ არის მწვერვალი ოშორა. მწვერვალ ოშორადან იწყება. ბოდიშს გიხდით მესხეთის ქედი არა, თრიალეთის ქედი. თრიალეთის ქედი იწყება მწვერვალ ოშორადან და მიდის უკვე ჩადის თბილისამდე. ახლა კი მოდით მივყვეთ ეკლესიაც. ნახოთ. აი წელიც კი წერია იქ. ანგრეულია სამწუხაროდ ატყობთ ხო?
ნასოფლარ როკეთის ტერიტორიაზე კარგად განირჩევა ნასახლარები, გზები, მათ შორის ეკლესიის სიახლოვეს არის უზარმაზარი ხაროც. აქ სადღაც არის მეგობრებო, წყარო წყალი ძალიან მოვწყურდა, ასე რომ კაი გემრიელი წყარო არ გვაწყენს. აბა ვნახოთ სადღაც აქ უნდა იყოს. ესეც წყარო. არა, ეს არ არის წყარო. წყარო ქვემოთ არის. აი, აქეთ არის წყარო. სადღაც აქ არის წყარო. ესეც წყარო მეგობრებო. ნასოფლარ როკეთის წყარო. ძალიან მაგარი გზნობა. საოცრად დაღლილი დამწყურვალი რო ხარ და ასეთი ცივი წყალი რო შეხვდება. მაგარია ნახე. აი ძველი წყაროა. წყაროს სიახლოვეს მდებარეობს პატარა ნაეკლესიარი. მისი კედლების სიმაღლე 1.5 მეტრს არ აღემატება. ტაძრის ინტერიერში კი დგას ტრაპეზის ქვა, რომელზეც ჯვარია გამოსახული. და ბოლოს მოვედით ნასოფლარ აწყვიტაში, სადაც დავიწყეთ დარნების ძიება. ერთ-ერთ მათგანში უკვე მიწა იყო ჩამოწოლილი და ფაქტიურად აღარ არსებობს, რამდენიმე მეტრის სიგრძის გვირაბის გარდა. ეს კი მეორეა. ის უკეთ არის შემორჩენილი, თუმცა შესასვლელი მიწით არის ამოვსებული და საკმაოდ ვიწრო შესასვლელი აქვს. დარანი წარმოადგენს ლოდებით ამოყვანილი, ქვის სქელი ფილებით გადახურულ მშრალად ნაგები გვირაბების სისტემას, რომელიც შედგება დახლართულ გასასვლელ-გამოსასვლელებისა და სხვადასხვა ზომის სათავსოებისგან. დარნების ამოშენება ყოველთვის არ ხდებოდა. ხშირად თუ ბუნებრივი ქანები ამის საშუალებას იძლეოდა, უბრალოდ ხდებოდა გვირაბების და სათავსოების გამოთხრა. ხდება მხოლოდ მიწაში გამოთხრილი დარნებიც. ყველა დარანს უამრავი განშტოება ჰქონდა. ერთი ტოტი აუცილებლად წყალთან, მეორე ეკლესიასთან. ზოგჯერ სალოცავები დარნებშივე იყო მოწყობილი. ერთი ტოტი კი აუცილებლად ციხე კოშკთან ან ციხესთან, სხვა გზასთან, საბძელთან, ხაროსთან, სახლთან და ყველანაირ აუცილებელ ნაგებობასთან და ადგილთან მიდიოდა.
ასეთი დარნები შემოსევის შემთხვევაში ხანგრძლივად საარსებო და თავის გადასარჩენად იყვნენ მოწყობილი. ამიტომ მტრის შემოსვლისას მიწურებში მცხოვრები სოფლის მოსახლეობა სწორედ ასეთ დარნებში იხიზნებოდა. პირველ რიგში ბავშვებს, მოხუცებს და ქალებს გახიზნავდნენ. მერე საჭიროების შემთხვევაში დანარჩენი მოსახლეობაც მიჰყვებოდა. დარნების ყველაზე ინტენსიური გამოყენება მე-17 საუკუნიდან მესხეთში ოსმალების გაბატონების და ლეკიანობის დროს დაიწყო, მაგრამ მათი მანამდეც არსებობა უტყუარად დასტურდება. დარანში იყო ადამიანის საცხოვრებელი, სამეურნეო დანიშნულების სათავსოები, საქონლის საბძელ ბოსლები, რომლებიც გვირაბებით უკავშირდებოდა ერთმანეთს. დარნები დაყოფილი იყო უბნებად, გაყვანილი ჰქონდათ წყალი და ომიანობისას ასეთი დასახლება იქცეოდა ადამიანთა თავშესაფრად, რომელიც შეუმჩნეველი იყო მტრისთვის. დარნების ნიმუშები შემორჩენილია შემდეგ ადგილებში: ჭობარეთში, იდუმალაში, ჩამძვრალაში, ჭაჭკარში, დუმეილაში, ზედათმოქვთან, ვარძიის მახლობლად, ბერთაყანაში, ხიზაბავრაში, ბერისხევში, აწყვიტაში, რაყიში, მურჯახეთში და სხვაგან. დარნები აგებული იყო ლოდებით და იკეთებოდა ქვის დიდი კარებით. დარნების საშუალებით შეიძლებოდა ფარულად გადაადგილება, მებრძოლების გადაყვანა, მოულოდნელი თავდასხმა მტერზე, ჩასაფრება, დაზვერვა თვალთვალი. დარნების ქსელით უზრუნველყოფილი მესხეთის სოფლები ციხესიმაგრეებთან ერთად მძლავრ თავდაცვით სისტემას ქმნიდა, რომელიც ყველა მხრიდან მოძალებული მტრებისგან მოსახლეობის მაქსიმალურად თავდაცვასა და გადარჩენას ემსახურებოდა. სამცხე-ჯავახეთში ფაქტიურად არ არსებობდა დიდი, ან თუნდაც ძალიან მცირე დასახლება, რომელსაც მიწისქვეშა თავდაცვითი ნაგებობა არ ჰქონდა. შეიძლება ითქვას, რომ ყოველ მათგანს, რაც მიწის ზემოთ ჩანდა, თითქმის ერთი იმხელა ნაგებობები და კომუნიკაციები მიწის ქვეშ გააჩნდა. ცხადია, ყოველივე ამის მშენებლობა და მოწყობა წლობით დაგროვილი უდიდეს ცოდნასა და ძალისხმევას მოითხოვდა. იქვე დარნის სიახლოვეს ნასოფლარ აწყვიტას ნაეკლესიარია. ამასობაში კი დამღლელი დღის და ძალიან საინტერესო ადგილების მონახულების შემდეგ მზე ნელ-ნელა მთებს მოეფარა. ჩვენ კი ბარში დავუბრუნდით, ვინაიდან საკმაოდ შორი გზა გვქონდა გასავლელი. მესხეთის ნასოფლარებს მომავალში აუცილებლად დავუბრუნდებით. მე კი მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით, მეგობრებო. ახლა ამის